მარიამ კალანდარიშვილი 7 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ თაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი. იქ ვიცნობი მხოლოდ ერთ ბავშვს, ჩემ ბაღელს, თამარ დავითაძეს. ჯერ გავიცანი მასწავლებელი და მერე ბავშვები. ბევრთან დავმეგობრდი და ახლა მეხარია ცეკვაზე წასვლა. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ტრიალები. ყველაზე აზრი იყო ეს 1 2 3 4 5 6 7 8 ჩემი საყვარელი ცეკვაა ცეკვე ქართული. კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მინდა მქონდეს. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ბენზეს კულტურის სახლში. ამ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი წითელი კაბა. აბას უნდა მქონდეს შავი ქამარი და ქართული ორნამენტები. ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის ლამაზი, მხიარული და ცოტა მკაცრი. მე მინდა ლელა მასწავლებელივით კარგად ვისწავლო ცეკვა. ჩემი გეგმაა რომ კიდევ ვიცეკო 10 წელი. სიმღერაც ძალიან მიყვარს და ჩემით ვისწავლე. ეხლა მიკროფონი რომ მქონდეს ვიმღერებდი კარგ სიმღერას. ძალიან მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ელენე ნაკაშიძე. ყველაზე მშვიდიარი ნიკო. ყველაზე ბედნიერი მგონია ტიტა დუმაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელი არის ნანა ცინარიძე. გვხვდება მხიარულია, ლამაზია, კეთილი, კარგად ხსნის გაკვეთილებს. რო გავისდები მინდა გამოვიდე კბილის ექიმი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი მასწავლებელი. ეხლა მინდა ვიყო 16 წლის. მინდა მალე გავიზარდო და გავხდე დიდი გოგო. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 8 წლის და ქვია ლაზარი. ის არის ცოტა ჭკვიანი, ცელქი და ნევრების მომშლელი. ნევრებს მიშლის, როცა რამეს ვწერ. მოდის და მიჯღაბნის. ჩემი აზრით ლაზარი რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ჩემი და არის 5 წლის და ქვია მართა. მართა არის ლამაზი, პრანჭია, წუწუნა და მაიმუნი. მართა ალბათ გამოვა სალონისტი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი, ვაჟკაცი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მხიარული, საყვარელი და ტკბილი. მე ვარ დედიკოს გოგო. დედიკო კიდევ არის კარგი დიასახლის. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბლინები. სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. კარგად გამომდის ტორტების გამოწყობა. ჯერ არ გამომიწყვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. მაშინ დავდიოდი ბაღში და ვიყავი 5 წლის. მე ვიცი გოგონას ხატვა, ვარსკვლავის ხატვა, გულის ხატვა, პეპელას ხატვა და ვარსკვლავის ხატვა. ყველაზე რთულია გოგონას დახატი და ყველაზე ადვილია ვარსკვლავის. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს მწვანე. ჩემი ძმის ხალში ვერ ვაგროვებ ნახატებს. ისე გამოფენასაც მოვაწყებდი და გავყიდი კიდევც. თვითონ ნახატი ეღირებოდა 10 ლარი. მე რო გავიზრდები ხელფასი მეკლება 6000 ლარი. ბევრი ფული რომ მეკლება ვიყიდი ლეგოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს დედამიწას ბოროტებას მოვაშორებდი. სამოგზაუროდ მინდა წავიდე უცხო პლანეტაზე. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. მარიამი რომ არ მერკვას რა მერკვეოდა. მე მარიამი რომ არ მერკვას მერკვეოდა ლიზი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჭო? მაგალითად ჩემი ოცნების საჭოგარია ლეკვი. ბედნიერება არის ლეკვი, დედიკოს ჩახუტება, მამიკოს ჩახუტება და საჩუქრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.